გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ბოლო წლებია მუდმივად არსებობს სიძულვილის ენის ტირაჟირების პრობლემა. ხშირად ამბობენ, რომ თითქმის ყოველდღე მედია პოლიტიკური სიძულვილის ენას იყენებს. ასევე საკმაოდ ხშირია ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. როგორ ფიქრობთ, რა აღვივებს სიძულვილის ენას და როგორი რეაგირებაა საზოგადოების მხრიდან ასეთ შემთხვევებზე? დაგვირეკეთ, ველოდებით თქვენს პასუხებს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმები, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი გადაცემის დღევანდელი მთავარი თემაა სიძულვილის ენა და საზოგადოება. ინტერაქტივის კითხვა კი შემდეგი, როგორ ფიქრობთ, რა აღვივებს სიძულვილის ენას და როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ შემთხვევებზე? 292 11 88 ან 292 11 99 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარებს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. 2014-16 წლებში საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმეტესობა ატარებდა ჰომოფობიურ სიძულვილის ამაყეზებელ და შეურაცხყოფელ ხასიათს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მიმართ. ასეთია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის შედეგი. კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებს საქართველოში სათანადო რეაგირება არ მოხდება და პრობლემა გადაუჭრელი დარჩება. თქვენი პოზიცია, თქვენი მოსაზრებები, როგორია რადიომსმენელებო ამ თემაზე? დაგვირეკეთ, დაგვითხარით პირდაპირ ეთერში. ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99 და სანამ თქვენ დაგვირეკავთ ამავე კითხვით ჩვენს რესპონდენტებს დაველაპარაკებით, რომლებიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზზე გაგვისაუბრებიან. ახლა კი ხაზზეა ბატონი გიორგი მშვენიერაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე. საღამოშიდობისა ბატონი გიორგი. მოგესალმებით, მესამე რადიომსმენელებს. დიდი მადლობა, რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. ბატონი გიორგი, თქვენ ალბათ იცნობთ იმ ნიუსს, რომელზეც მე ვისაუბრე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის შედეგს. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ამ მიმართულებით ვითარებას? კვლევა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩვენი ორგანიზაციის მიერ არის მომზადებული. საუბარი არის სიძულვილის ენაზე საქართველოში და სიძულვილის ენის მარეგულირებელი აქტებიც არის მიმოხილული, ისევე როგორც მიმოხილული არის არსებული პრაქტიკა. ზოგადად საქართველოში სიძულვილის ენა რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევად, არა მარტო ჩვენი ორგანიზაცია, არამედ სხვა პარტნიორი ორგანიზაციები თვლიან, რომ ერთი მხრივ სიძულვილის ენას გააჩნია მავნე გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მეორე მხრივ თვლით, რომ სიძულვილის ენა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლებით. ან მარტივად გვაუხსნათ რადიომსმენელებს არ დავაბნიოთ. ჩვენ ვთქვით, რომ სიძულვილის ენა უნდა დავამარცხოთ განათლებით, ცნობიერების ამაღლებით საზოგადოების და არა კანონით მისი კრიმინალიზებით და შეზღუდვით, იმიტომ რომ ამან ამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლამ უნდა გამოიწვიოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა განსხვავებულად ხედავ სიტუაციას, როდესაც სიძულვილის ენას იყენებს საჯარო მოსამსახურეები, სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები, მაშინ ბუნებრივია აბსოლუტურად სამართლიანად და სწორად მიგვაჩნია არსებობდეს რეგულაციები, კერძოდ საჯარო მოხელე, რომელიც იყენებს ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ან სხვადასხვა თანამდებობის პირები პასუხს აგებდნენ მსგავსი გამონათქვამების გამო. ბატონ გიორგი, თქვენ იმუშავეთ ამ თემაზე და დადევით ასეთი დასკვნა. სანამ გავაგრძელებთ კიდევ დიალოგს, იქნებ მოკლედ დაუხსნათ რადიომსმენელებს, რას გულისხმობთ სიძულვილის ენაში და რას მოიცავს ეს, ასე ვთქვათ, ზოგადად სიძულვილის ენა, ეგრეთ წოდებული hate speech-ი ფართო ცნება არის, მასში მოიაზრება ადამიანებისადმი სიძულვილის და შუღლის გაღვივა სხვადასხვა ნიშნებით. ეს შესაძლებელია იყოს ეთნოსი, ეთნიკური ნიშანი, შესაძლებელია იყოს რელიგიური ნიშანი, შესაძლებელია იყოს სექსუალური ორიენტაცია, შესაძლებელია იყოს სქესი, შესაძლებელია იყოს მათ შორის პოლიტიკური მსოფლმხედველობაც, მაგრამ რა თქმა უნდა კვლევა მიმართული არის და მთლიანად სიძულვილის ენაზე როცა ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებების კუთხით, მიმართული არის მხოლოდ იმ საკითხებზე, როგორც არის ქსენოფობია და ჰომოფობია. ეს არის მარტივად რო ვთქვა, ადამიანის ყველაფრის გასაგებ ენაზე, რომ როდესაც ესა თუ ის ადამიანი, პოლიტიკოსი, საჯარო პირი იყენებს ლექსიკას, რომელიც ახალისებს ან ხელს უწყობს დისკრიმინაციული მიდგომების ჩამოყალიბებას, ან სულსაღუებს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის ან სქესის ნიშნით. სწორედ ამაზე იყო აქცენტირება გაკეთებული
ჩვენს კვლევაში ბუნებრივია თანამედროვე სამყაროში და ამას ფილოსოფიური ფესვები აქვს ყველა ადამიანი მიიჩნევა თანასწორად განურჩევლად ხსენებული ნიშნებისა და ნებისმიერი დისკრიმინაცია ან წამახალისებელი დისკრიმინაციის წამახალისებელი სიტყვა ადამიანთა სეგრეგაცია დაყოფა რასის კანისფერის ენის ქესის ნიშნით და მათადმი ესე ვთქვათ უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა არ არის კარგი და სწორედ ამიტომაც მას სამართლიანად ეწოდება სიძულვილის ენა. გიორგი, თქვენი ორგანიზაციის წინადადებას, ვთქვათ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წინადადებაა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძვლად იქცეს. როგორი, ასე ვთქვათ, ინიციატივით გამოდიხართ, უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ? აქ უნდა ვნიშნო, რომ ეს კვლევა მოზადებულია პლატფორმა არაფობიას ფარგლებში, რომელიც გაეროს ასოციაციის მიერ არის მხარდაჭერილი და ფინანსდება და მხარს გვიჭერს ესე ვთქვათ ამ საქმიანობაში. ამერიკის USAID, ამერიკის განვითარების სააგენტო, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოში სწორედ მსგავსი კვლევებით და საქმიანობით შემცირდეს სიძულვილის ენის გამოყენება და ხელი შეეწყოს თანასწორობის სრუგის გამტკიცებას. რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც ასახულია ჩვენს კვლევაში დასკვნით ნაწილში, სარეკომენდაციო ნაწილში გულისხმობს იმას, რომ საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც გამოიყენებენ სიძულვილის ენას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცემ პასუხისმგებაში, რაც ნიშნავს ეს, რომ მაგალითად ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ან მის გარეშე, როდესაც გამოხატავს სიძულვილის ეთნიკური, რელიგიური ნიშნით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ქესის ნიშნით ადამიანების მიმართ, წარმოაჩენს მათ როგორც არათანასწორს, ამართებს მათზე ძალადობას ან სხვა, ვთქვათ, უკანონო ეს ქმედებას, სწორედ ამ ნიშნებით ბუნებრივია ის მან უნდა იცოდეს და ესმოდეს, რომ ის ამისთვის პასუხს აგებს, რადგანაც ის როგორც საჯარო მოხელე შეზღუდულია სწორედ საჯარო უფლებამოსილებით. მით უმეტეს, რომ იგი გარკვეული ტონის მიმცემიც არის საზოგადოებისთვის. დიახ, იმიტომ რომ ისინი არის ჩვენს მიერ საზოგადოების მიერ დაქირავებული ადამიანები და მათ მსგავსი ლექსიკა არ უნდა გამოიყენოს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, იმიტომ რომ ეს თავად საჯარო უწყების იმის აზიანებს და დობას ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. გასაგებია. და ბოლო კითხვა, თქვენ როგორ ფიქრობთ გამოსავალს ამ მიმართულებით, რა შეხედავთ გარდა იმ ტიპის ინიციატივაზე, რაზეც ამ წუთად ვისაუბრეთ, ანუ საჯარო მოხელეების მიმართულებით, სხვა კონტექსტში ეს არ არის ერთადერთი ფორმატი, მე ვთქვი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი გამოწვევა მაინც სამოქალაქო ცნობიერებაა, ცნობიერების ამაღლება, ჩვენი საზოგადოება, რომელიც პოსტსაბჭოური საზოგადოებაა, სადაც ჯერ კიდე ვთქვათ ჩაულებრივ ამბად მიიჩნევა ადამიანების სეგრეგაცია, დაყოფა მათ ნიშნით და მათი არათანასწორ ადამიანებს წარმოჩენა ბუნებრივია გამოწვევად რჩება, ამიტომ ძირითადი მიმართულება უნდა იყოს საგანმანათლებლო კომპონენტზე მიმართული, მათ შორის ეს მოიცავს გარკვეული თვითრეგულირების მექანიზმების შექმნასაც, მაგალითად ეს არის პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ შექმნან საკუთარ პარტიებში თვითრეგულირების მექანიზმები, რაც გულისხმობს, თუ კი ესა თუ ის პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გამოიყენებს სიძულვილ ენას, არა სანქცირებით, არამედ პარტიამ შიდათ თვითრეგულირების მექანიზმი ჩამოაყალიბოს, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ექნება უფლება მიმართოს პარტიას და პარტიამ განიხილოს ეს საკითხი და გადაწყვიტოს თავად შიგნით, რომ მისი წევრის მიერ მოხდა თუ არა სიძულვილის ენის გამოყენება. მსგავსი რეკომენდაცია გვაქვს პარლამენტთან მიმართებაში, რომ პარლამენტის წევრთა აქციების კოდექსში აისახოს სიძულვილის ენის გამოყენება როგორც პრობლემური და შორის მსგავსი რეგულაციები შემოიღონ თავად ფრაქციებმა საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების დროს. ანუ ეს არ არის ერთი მიმართულება, ეს ბევრი კომპონენტი მოიცავს თავისთავად, ისევე როგორც ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გაღმავდეს განათლების სამინისტროს აქტივობებით სწავლების კუთხის სკოლაში და მათ შორის როდესაც ხდება სახელმძღვანელოების შექმნა სკოლებისათვის, რომელსაც ეროვნული სათვალგების მიხედვით ქმნის, რომელიც შექმნა ეროვნული სათვალგების მიხედვით მონაწილეობს, მათ შორის შეფასების კომპონენტში განათლების სამინისტრო ყურადღება მიექცეს, რამდენად არის დაცული ნეიტრალიტეტი და შემწყნარებლობის პრინციპი რამდენად ემსახურება თითოეული სახელმწიფო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს ბავშვობიდან სწორად ჩაუნერგოთ და აღვდათ, რომ ისინი მრავალფეროვან გარემოში უნდა ცხოვრობდნენ, ისინი უნდა იყვნენ მიუღებლები განსხვავებული ადამიანების, იმიტომ ეს არის თანამედროვე სამყაროს, თანამედროვე ცივილიზაციის მონაპოვარი, რომელსაც ჭირდება დაცვა და დაცვა ჭირდება შეგნებულად და არა შიშით, არამედ ცნობიერად.
გასაგებია, ნამდვილად კომპლექსური მიმართულებებით არის, კომპლექსური ზომებია გასატარებელი ამ მიმართულებით. მადლობას მოგახსენებთ წარმატებებს გესურვებთ და სამ დაგემშვიდობებით ერთ კითხვასაც დაგისვამთ. რამდენად გართულდა ამ მიმართულებით რეალური სურათის საბოლოო დასკვნაც, ასე ვთქვათ, წარმოსახვა. სამუშაო პროცესში რამდენად რთული იყო, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში ჩაერთნენ, ცდილობდნენ პასუხის მოძიებას საზოგადოებისა. ის რაც ზოგადი ფონია ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ როდესაც დეტალებში იწყება მუშაობა, ცოტა სხვა სურათია. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი სისტემატურად აწარმოებს მედიის მონიტორინგს, მათ შორის სიძულვის ენის კუთხით და ბუნებრივია, თუკი ჩვენ თვალს გადავავლებთ ამ მონიტორინგის შედეგებს, რომელიც უკვე წლები კეთდება, აღმოჩნდება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად სწორედ საკუთარი სიძულვის ენაზე დაფუძნებული სიტყვით ცდილობენ ამომრჩეველ და მხარდაჭერის მოპოვებას, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც თავად ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა კამპანიამ ეგრეთ წოდებული გეიმერჯის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შეიძინა სიძულვის ენის ხასიათი, რითაც ფაქტობრივად ხელისუფლება ცდილობდა იმ ამომრჩევლების ჰომოფობიური განწყობების ტრანსფორმებას ხარდაჭერას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსგავსი ჩანაწერი უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში. მარტივად რო ვთქვათ, პოლიტიკოსები და სამწუხაროდ ყველაზე ხშირად სწორედ თუკი წინამოწვევის პარლამენტზე ვისაუბრებთ, წინამოწვევის პარლამენტის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები გამორჩეოდნენ სიძულვის ენით. კვლევაში ასახულია ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, მათ შორის იყო იგივე მაგალითად გოგი თოფაძე, მათ შორის იყო ბატონი მეჭიაური და ესე შემდგომ, რომლებიც გამოირჩეოდნენ სიძულვის ენის გამოყენებით. ამიტომ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, თვითონ პრობლემა არის, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკოსი ამას იყენებს, მაგრამ რაც შეეხება თვითონ კვლევის დროს იყო თუ არა პრობლემა, თუკი ამ კითხვას ესე ვსვამთ, პრობლემა ტექნიკური საკითხი, რა თქმა უნდა, არ არსებობდა, უბრალოდ ფაქტი არის ძალიან ბევრი ესეთი, რაც დამაფიქრებელია. ფაქტების სიმრავლეს გულისხმობთ. ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორებით სწორედ მოგვიწოდებენ, რომ ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს სახელმწიფოში მუშაობა. ეკრის, რომელიც არის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისია, აქვს რეკომენდაცია უფრო მეტიც უფრო მკაცრი სახელმწიფოსადმი, რომ დასჯადი გახადოს სიძულვის ენის გამოყენება, თუმცა ჩვენ ამ ხედვას არ ვიზიარებთ დაჯადობის წინააღმდეგი ვართ კატეგორიული, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებენ პოლიტიკოსები, სახელმწიფო თანამდებობის პირები ან საჯარო პირების სიძულვის ენას, მით უკეთეს საზოგადოებაში ვიცხოვრებთ. გასაგებია, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. კარგად ზანდებოდ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერეძე გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის თემას სიძულვის ენა და საზოგადოება. თქვენი აზრის დასაფიქსირებლად რადიოს უნელებლობა ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და სანამ დაგვირეკავთ კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ქალბატონ რუსუდან გოცირიძე ხაზი. საღამოშვიდობისა ქალბატონ რუსუდან. მშვიდობისა, როგორ განდებით? მადლობა, უღრმესი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონ რუსუდან, თქვენი აზრით, რა არის საფრთხის შემცველი სიძულვის ენაში და კონკრეტულად რაში შეიძლება იყოს განსაკუთრებული საფრთხე ამ მიმართულებით საზოგადოებისთვის? ძალიან დიდი მადლობა ამ თემას, რომ გადაცემა მიუძღვენით და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხზე, ალბათ მით უფრო გაგვიადვილდება მისი დეფინიციის განსაზღვრაც და მასთან ბრძოლაც, რა თქმა უნდა. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი საშიშროება სიძულვის ენასთან დაკავშირებით არის ამ ფენომენის სიმუხთლე, იმიტომ რომ ერთი ძალიან რთული დასადგენია, რომელია სიძულვის ენა და სად გადის ზღვარი სიძულვის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მეორე მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ თუ გადავწყვეტთ, რომ მას ვებრძოლოთ კანონით და მოხდეს სიძულვის ენის კრიმინალიზაცია, დასჯადობას თუ დაუჭერთ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ძალიან ბევრი ძვირფასი ფასეულობა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ და უპირველეს ყოვლისა გამოხატვის თავისუფლება, ანუ ფაქტობრივად უიარაღოდ იწევს ადამიანს აი ამ ძალიან საშიში სენის წინააღმდეგ ბრძოლა. არდა ძალიან მარტივი განსასაზღვრიც არ არის, შეიძლება სიძულვის ენა იდოს ისეთ ქარგულ მეტყველებაში, ისეთ აწყობილ ნარატივში, ძალიან ძნელი იყოს მიედავო ტექსტის ავტორს. არდა სიძულვის ენა არის ის, როდესაც ყოველ შემთხვევაში
რაღაც ტექსტი, რაღაც ნათქვამი, რაღაც მიდგომა ერთი ჯგუფის ადამიანებს ანიჭებს კონკრეტული ნიშნების გამო რაღაცნაირ ნიშაში სვამს, რომელიც გეუბნება, რომ ეს ჩვენი არ არის. ეს უცხოა, ეს საფრთხეა, ეს უვარგისია და მე შეიძლება ეს ატრიბუტები შეიძლება შეიცვალოს და მე დავარქვათ რომ ესენი არიან ან მოღალატეები, ან საზეძღები, ან ცოდვილები, ან უვარგისები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ალბათ რუსუდან თქვენ როგორ ფიქრობთ რა მექანიზმით უნდა რეგულირდებოდეს თქვათ ქვეყანაში სიძულვილის ენის პრობლემა? აგერ ჩვენ ახლა როდესაც ვესაუბრებთ ბატონ გიორგი მშვენიერაძეს, მათგან იყო ინიციატივა, გარკვეული ინიციატივა, რომელიც თქვათ კონკრეტულად იყო მიმართული საჯარო მოხელეების მიმართ, თუმცა კანონში სხვა მიმართულებებით, ასე კანონით რო დავარეგულიროთ, ამას თქვათ გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან, რადგან სიტყვის თავისუფლება არ დაირღვეს და ასე შემდეგ. თქვენ რა მექანიზმებს მოიაზრებდით ამ მიმართულებით, ასე თქვათ, ეფექტიან ინსტრუმენტად? არიან ქვეყნები, რომელიც კანონით ებრძვის სიძულვილის ენას და დაჟჯაკია სიძულვილის ენა, თუმცა იმ ქვეყნებშიც კი ასე მარტივად არ იყენებენ ამ კანონებს. მაგალითად, როდესაც კარიკატურებზე იყო ლაპარაკი, დანიაშიც, საფრანგეთშიც და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სიძულვილის ენა არის დასჯადი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ამ ესეთი დასჯადობის მარტივად გამოყენების დროს შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარი სიტყვის თავისუფლება, ამას ესე მარტივად არ იყენებენ. არც ერთ ჯერზე ეს კანონი არ ამოქმედებულა. მე პირადად თუ მკითხავთ, მე ვფიქრობ, რომ დასჯით და კანონით ისეთი სათუთი საკითხი როგორც არის სიძულვილის ენა არ მოგვარდება უბრალოდ. არათუ არ უნდა ისჯება, არ უნდა რეგულირდებოდეს. არაფერ შედეგს ვერ მივიღებ ამითი. მე მგონია, რომ ამაზე უნდა ზრუნავდეს, ოღონდ ეს არის ძალიან დროში გაწერილი პროცესი, ამაზე უნდა ზრუნავდეს განათლების სამინისტრო, ამაზე უნდა ზრუნავდეს ზოგადად განათლების სისტემა უნდა იყოს ძალიან მობილიზებული ამ საკითხის მიმართ. ამის შედეგს დღეს და ხვალ ვერ მივიღებთ, შეიძლება ამ თაობაშიც ვერ მივიღოთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ უბრალოდ და სიძულვილის ენას მასახით ვერ მოუვლი. ეს ისეთი ეს არის რა ქვია, ზერაგი ამბავია, რომ ეს პირდაპირ მოგიტრიალდება როგორც საზოგადოებას. გასაგებია. დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. თქვენ მადლობა. რუსლან გოცირიძე, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი გვესაუბრებდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობთ ისეთ თემაზე, როგორიცაა სიძულვილის ენა და საზოგადოება, როგორ ფიქრობთ რა აღღვევებს სიძულვილის ენას და როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის ჩვენი გადაცემის ინტერაქტივის კითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე 292 11 88 292 11 99. გადაცემის მეორე ნაწილში, რომელიც რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ დაიწყება, შეგახსენებთ თავარ თემაზე საუბრის გარდა გეძლევათ საშუალება იმისა, რომ ახმოვანოთ ის სოციალური ტიპის პრობლემები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და ვეცდებით მათი მოგვარებისთვის დაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ძალუძთ ამ პრობლემის გადაჭრაში გარკვეული მონაწილეობის მიღება. 292 11 88 292 11 99 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარებს უკვე რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. კლავ-პირდაპირ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღევანდელი მთავარი თემაა შემდეგი სიძულვილის ენა და საზოგადოება. როგორ ფიქრობთ რა აღღვევებს სიძულვილის ენას და როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ შემთხვევებზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე 292 11 88 292 11 99. გარდა ამისა, გადაცემის ამ მეორე ნაწილში გაქვთ იმის საშუალება, რომ დაარეკოთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ კი ვეცდებით დაგაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ იმის უნარი, რომ გარკვეული სიცხადე შეიტანონ თქვენს პრობლემაში, ან სულაც დაგეხმარონ მის გადაჭრაში.
პირდაპირ ეთერში დარეკვის გარდა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. რაც შეეხება მთავარ თემას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2014-16 წლებში საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმეტესობა ჰომოფობიურ სიძულვილის ამაკეზებელ და შეურაცხყოფილ ხასიათს ატარებდა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მიმართ. ასეთია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის შედეგი, რომლის ავტორთა განცხადებითაც აღნიშნულ ფაქტებს საქართველოში სათანადო რეაგირება მოხდება და პრობლემა გადაუჭრელი რჩება ჯერჯერობით, თუმცა როგორც ჩვენთან პირდაპირ ეთერში დიალოგისა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ ბატონ გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, მათი მხრიდან არის რამდენიმე ინიციატივაც, რომელიც უკავშირდება ამ პრობლემის მოგვარებას. სიძულვილის ენის კრიმინალიზება, სხვა სახის პასუხისმგებლობის შემოღება მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელშეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. განმარტავენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა იქვე ამბობენ, რომ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძვლად უნდა იქცეს. 2921188 2921188 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სანამ თქვენ დაგვირეკავთ რადიოს სუნელიბო, კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოთავაზებთ ბატონ ლევან ბერიანიძე, რესამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის დირექტორია ხაზზე. აღმშვიდობისა ბატონო ლევან. დიდი მადლობა რომ ახერხებთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. მადლობა. ბატონ ლევან, თქვენთვის რა არის სიძულვილის ენა და რამდენად მარტივად მიგაჩნიათ მისი დეფინიცია? სიძულვილის ენა არის საკმაოდ დიდი პრობლემა დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით უმცირესობების მიმართ, რომლისადმი უკვე ისედაც არსებობს საზოგადოებაში სამწუხაროდ აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება. დეფინიცია ეხლა ამ წუთში შეიძლება ისე შემოგთავაზოთ, მაგრამ არსებობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული. შეიძლება რაღაცებს დავეთანხმოთ, რაღაცებს არ დავეთანხმოთ, თუმცა ყველაზე მარტივი დეფინიცია შეგვიძლია თქვათ არის ის, რომ ესეთ ადამიანები იყენებენ კონკრეტული ჯგუფის მიმართ რაღაც წინასწარ და ნეგატიურ წინასწარ განწყობაზე დაფუძნებულ ენას, რომელიც საბოლოოდ ამ ჯგუფს შემდეგ აზარალებს და აზიანებს. გასაგებია. კვეთ თუ არა თქვენი აზრით სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთს, იმიტომ რომ მაგალითად არის ქვეყნები, სადაც სიძულვილის ენით საუბარია, თქვათ კანონით იკრძალება, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ამას გამოხატვის თავისუფლების თქვათ პირდაპირ მტრად აცხადებენ და კანონში მსგავსი დეფინიციები არ აქვთ. თქვენ როგორ შეფასებებს მისცემთ და რაში ხედავთ გამოსავალს ამ მიმართულებით ამ პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში? Student დამოკიდებულებით მეტად იმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის გამოხატვის უფლებას და ზოგადად თავისუფლება მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. შესაბამისად, ჩემთვის პირადად ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ კვეთს. თუმცა ზოგადად რომ იმუშაოთ ფილოსოფიურად და იურიდიულად, მესმის რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს რაღაცაში კვეთს და ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც ვიმუშაებთ, თქვათ, სიძულვილის ენის რეგულირებაზე, მის შეზღუდვაზე, ან კრიმინალიზებაზე, ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მართლა არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და არ შეიზღუდოს სწორედ იმ უმცირესობების, იმ კრიტიკული აზრი გამოხატვის საშუალება, რაც მე ისე უმცირესობებს და ისე კრიტიკულს დაარტყავს უკან. ასე რომ ეს ნამდვილად საფრთხილო საკითხი არის. მე ესეთი კონკრეტული ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს ამ წუთას, მაგრამ ალბათ უფრო ისო გამოხატვის თავისუფლების მხარეს ვიდგებოდი, რომ მყარი იყოს და სიძულვილის ენის კრიმინალიზების მხარეს ალბათ ამ ფიცისთვის არ ვარ, თუმცა მაჩნია, რომ რაღაცა სხვა მექანიზმები და საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, იცით შევძლებთ ამის რაღაცნაირად მოქცევას და რეგულაციას. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონ ლევან. Ողջույն მადლობა ლევან ბერიარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის დირექტორი გვერდდება და პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა სიძულვილის ენა და საზოგადოება
როგორ ფიქრობთ რა აღუევს სიძულვილის ენას და როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ შემთხვევებზე? ეს არის ჩვენი გადაცემის ინტერაქტივის კითხვა. ველოდებით თქვენს პასუხებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99. ბოლო წლებია მუდმივად არსებობს სიძულვილის ენის ტირაჟირების პრობლემა. ხშირად ამბობენ, რომ თითქმის ყოველ დღე მედია პოლიტიკური სიძულვილის ენას იყევებს, ასევე საკმაოდ ხშირია ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, ვცდილობთ მივიღოთ გარკვეული პასუხები იმ ადამიანებისგან, ვისთანაც გვაქვს სატელეფონო დიალოგი, კიდევ ერთი სატელეფონო დიალოგი გვაქვს ეთერში. მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ წარმომადგენელს გავესაუბრებით. საღამოშვიდობისა, ქალბატონო მარი. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით გასწრებას. დიდი მადლობა, რომ ერთვებით პირდაპირ ეთერში. თქვენთვის რამდენად წავედ დგას ეს საკითხი, ასე ვთქვათ, როგორ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ ამ საკითხს საზოგადოების დღის წესრიგში, ასე ვთქვათ, მაღალ პუნქტებში განსათავსებლად და განსაკუთრებული აქცენტირებისთვის? ანუ სიძულვილის ენას გულისხმობთ ხო ამ შემთხვევაში? იცით რა არის, ანუ მე როგორც შეძლებს მქონე ბავშვის მშობელი, ეს თემა ძალიან მაღელვებს და ყოველთვის ესე რომ ვთქვათ ჩასაფრებულ პოზიციაში ვარ, თუნდაც სოციალურ ქსელში თუ ვინმე ვთქვათ იყენებს ამ ასეთ ფრაზებს, ვცდილობ რომ აუხსნა გავაგებინო, რომ ეს არ შეიძლება რომ ამით ზიანი ადგებათ ამ ადამიანებს. თუმცა რაც იყო თქვა 2 წლის წინ და 3 წლის წინ იმასთან შედარებით ჩვენ ვიტყოდი რომ უკეთესობა გვაქვს, რადგანაც ადრე ძალიან აგრესიით პასუხობდნენ შენ მიკითებას და შენ შენიშნას, იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ ფაქტიურად გადადიოდა ჯგუფში, რომ ანუ რატომ უნდა ასწავლოს ხაშჭკუა და რასაც უნდა იმას იტყვის, ანუ ესეთი დამოკიდებულება ქონდათ. აი ხა ალბათ გახსოვთ თქვენ ინებუჯენებზე მას გამოიყენა ერთხელ, ანუ დამაკნინებელ კონტექსტში არ ვიტყვი ხა იმ სიტყვას, ასე გოგითოფაძემაც და ჩვენ მშობლებმა რაღაც მყისიერი რეაგირება მოახდინეთ. ამაზე გოგითოფაძესთან აქციაც კი გავმართეთ. ძალიან დიდი პროტესტი მოყვა ამას და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა, ესე ვიტყოდი. და დღეს თქვა თუ ვინმე თქვა ჩემს ირგვლივ ამბობს მეორეს გასიტყვებს და სოციალურ ქსელში და ვაძლევთ შენიშვნას, აღარ არის ესეთი აგრესიული დამოკიდებულება. ვცდილობენ პირიქით კითხონ, რადგან იციან რომ შენ ამ საკითხში ხარ გარკვეულ და უშუალოდ გეხება, რჩევებსაც გეკითხებიან, რომ აი მაშინ როგორ მოვიქცე, რა სიტყვა გამოვიყენო, აი ამ აზრის გამოსათქმელად და ძალიან ესე კარგად იღებენ ამ შენიშვნას და ძალიან მისასალმებელია და ძალიან მიხარია. ქალბატონო მარი, თქვენი აზრით დაკვირვებით შეფასებით, დღეისთვის თქვათ ვის მიმართ უფრო ხშირია, ასე თქვათ, სიძულვილის ენის გამოყენება? იცით რა, აი დღესდღეობით მაინც საზოგადოება გამოიყენებს ასეთ ფრაზას, აი მაგალითად ჯიში, დებილი მაინც გამოიყენებენ ასეთ ფრაზებს. რაც უნებურად გონიათ რომ ეს არაფერიც არ არის და არავის არ ადგება ამაზე, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს სიტყვები არის ძალიან სიძულვილის ენა არის ჩემი აზრით. ასევე ისევ პრეტენი არადა ეს არის დიაგნოზით საკმაოდ მძიმე და ძალიან არ ვიცი. ალბათ რომ ნახონ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები, თუნდაც ვისაც არის კრეტინი რომ ვთქვათ, დარწმუნებული ვარ რომ შეცხოვათ, როდესაც ამ სიტყვას იყენებენ თავანწმად სიტყვად. არ ვიცი, ალბათ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, კიდევ მეტი ასე რომ ვთქვათ ხმაური საკითხა ამ თემებზე და ვფიქრობ რომ მაინც იქნება ვიღაც ვინც იტყვის ამას, მაგრამ რაც თავარია იმ დონით არ უნდა იყოს რომ ადამიანებს სერიოზული ზიანი მიადგეთ. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. დიდი მადლობა ქალბატონო მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ წარმომადგენელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სიძულვილის ენაზე ვსაუბრობდით დღეს ჩვენ გადაცემაში და ვცდილობდით გავგვერკვია რას ფიქრობს საზოგადოება, რა აღუევს სიძულვილის ენას და როგორ რეაგირებს
მას საზოგადოება მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად განსაკუთრებული არიან ამ საქმეში იმ მიმართულებით რომ პირველნი სწორედ ისინი აკეთებენ შესაბამის განცხადებებს, როდესაც სიძულვილის ენის მას თქვა პოპულარიზაცია ხდება ქვეყანაში ან შეინიშნება მსგავსი რამ და სწორედ მათი პროტესტის შემდეგ უკვე საზოგადოებაში იცვლება რეალობები და სწორედ ალბათ ამ სიმწავემაც განაპირობა ის რომ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებმა კვლევა შეადგინეს, რომლის შედეგიც არის შემდეგი, რომ 2014-16 წლებში საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წინადადება სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დისციპლინარული პასუხისმგებლობის საბუძვლად იქცეს, მისი აკრძალვა მოხდეს პარლამენტის ეთიკის კოდექსით და ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერონ ხელი მემორანდუმს, რომლითაც გარკვეულ ვალდებულებას აიღებენ საჯარო სივრცეში არ გამოიყენონ სიძულვილის ენა. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი ხედვა ან სტანდარტი. ასე ვთქვათ, მისი კონტროლირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად და ევროპული და ამერიკული ქვეყნები სულეთ სხვა მიდგომით არიან ამ თემასთან. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პირიქით სიძულვილის ენის კრიმინალიზება ან სხვა სახის პასუხისმგებლობის შემოღება საქართველოში მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელშეუხშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ასეთია პოზიცია სწორედ კვლევის ავტორთა, ანუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, რომლებმაც ეს კვლევა წარუდგინეს საზოგადოებას, საუბარია საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაზე და აქვე გეტყვით იმასაც, რომ სიძულვილის ენა გარკვეულ საზოგადოებებსა და ეპოქაში, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირდება, იცვლება ნეგატიურიდან დადებითისკენ ან პირიქითაც, მაგალითისთვის ბიზნესი კომერციული საქმიანობა, ასე არის ახსნილი განმარტებით ლექსიკონში, რომ სიტყვის მნიშვნელობა საბჭოთა პერიოდში კი პირდაპირ მითითებული იყო, რომ ბიზნესი თაღლითობა გახლდათ, ხოლო ის, ვისაც ბიზნესი ჰქონდა, მოიხსენიებოდა თაღლითად, ანუ თაღლითობასთან ასოცირდებოდა. აი ესეა დრო ცვლის გარკვეულ რეალობებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებამ გარკვეული სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ გარკვეულ ასპექტებს, რათა საზოგადოებაში არ მოხდეს სიძულვილის ენის ტირაჟირება. ჩვენი გადაცემის მიწურულს ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი გადაცემა უსმენთ ერთმანეთს და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.gi ერთობლივ საქონლმოქმედო კამპანიას ვახორციელებთ და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 33 წლის რუსლან ჩუტკერაშვილს ვეხმარებით. მას პოსტტრაუმული თორაკალური მიელოპათია აქვს და ძვლის ტვინის ხეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდება. რაც 6000 ლარი ღირს, მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0991101082 ზარისღირებულება 1 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.gi და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. ამ დროისთვის სულ ეს იყო დაგემშვიდობებით ხვალამდე. უკაცრავად დიდი მადლობა იმისთვის, რომ უსმენთ ერთმანეთს, ხვალ კი გადაცემა უსმენთ ერთმანეთს კვლავ პირდაპირ ეთერში შეიქმნება და კვლავ დავალოდებით თქვენ ზარებს ტელეფონის ნომრებზე 2921188 2921189. დიდი მადლობა, დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავერსთან ერთად. უსმენთ ერთმანეთს.